ეკლესია არის გარანტი თავისუფლებისა, თუ ადამიანი ეკლესიაში არის სიღრმისეულად. ისე როგორც ამას ქრისტიანობა გვასწავლის. და ჩვენი შეხვედრების მიზანია, რომ გავიგოთ ეკლესია როგორ ასწავლის ქრისტიანობის შესახებ სინამდვილეში და არ გვეგონოს, რომ ვიღაცა რაღაცას იტყვის, როგორღაც მოიქცევა და აი ეს არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის ის, რასაც ეკლესია ასწავლის. რომელიც მოდის, რა თქმა უნდა, ქრისტედან და მისი მოციქულებიდან. ხოლო თუ ქართველები ვართ ოროსნები და ამას ჩვენ არ ვსწავლობთ, ეს ეკლესიის, ეს ქრისტიანობის ბრალი არ არის. ეს არის ჩვენი ბრალი, ვართ ოროსნები, წარმოგიდგენთ ახლა ამ სასწავლებელში რომ იყვნენ, ესე იგი, რომ იყოს მეცნიერება მაღალ დონეზე მოწოდებული და ყველა სტუდენტი რომ ოროსანი იყოს. ვისი ბრალი იქნება? და პედაგოგებიც რომ ყოფილი ოროსნები იყვნენ. ვისი ბრალი იქნება? იმ მეცნიერების, რომელიც თქვა მაღალ დონეზე არის პროგრამები შემოტანილი, იქ ფიზიკა, თუ რაც არასაც სწავლობს, სოციალური მეცნიერებები, მაღალ დონეზეა ყველაფერი, ხო? მაგრამ არც პედაგოგმა იცი, შეიძლება მაინდა-მაინც და არც იმან, რა ქვია, ამ სასწავლებელზე არ ვლაპარაკობ, კაცო, მაგალითად მომყავს. ვისი ბრალი იქნება? ფიზიკა არ არსებობს, სოციალური მეცნიერებები არ არსებობენ, ჰუმანიტარული მეცნიერებები არ არსებობენ, არ არსებობს მისი სწავლის შესაძლებლობა, ყველაფერი არსებობს, ჩვენ არ გვაინტერესებს. და ერთ-ერთი мотиваცია იცით რა არის? ჩვენი პრობლემებისა და ამით ჩემ მონოლოგს დავამთავრებ. დღეს სამწუხაროდ ყველა მიმართულებით მე მგონი და რელიგიაში წესია. ჩვენ გგონია, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით. აი მაგალითად ქართველებმა ყველაფერი ვიცით რელიგიაში. თუ ვიცით, არავისგან არაფრის სწავლა აღარ გჭირდება. და შესაბამისად ნაყოფით სახეზეა. ამიტომ როგორც ბრძენი ხალხი ამბობდა, მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი. და ეს პოსტულატი და ეს მართლა დიდი ჭეშმარიტება ყველამ საკუთარ თავზე უნდა გამოვცადოთ და შესაბამისად ვიცხოვროთ და ეს იგივე ითქმის რელიგიურ ცხოვრებაში. მე უნდა თქვა, მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი და არასოდეს არ უნდა ვიყო კმაყოფილი იმით, რაც ვიცი. იმიტომ რომ მით უმეტეს რელიგიურ ცხოვრებაში ცოდნა არ არის რაღაც ინტელექტუალური პროცესი უბრალოდ. ეს არის ინტელექტუალური, ფსიქოლოგიური, სომატური და სულიერი პროცესი, რომელიც თავში არის პიროვნული პროცესი ღმერთთან ურთიერთობის.